დიახ, ამ შანსის რეალობაზე საუბრობენ სწორედ ის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც სასამართლოში არსებულ პრობლემებზე უკვე წლებია, რაც მუშაობენ. ახლა საინტერესოა და ყველას აინტერესებს, თუ ვინ იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე. სწორედ ხვალიდან ხდება ეს პოსტი ვაკანტური, რადგან მერაბ ტურავა სწორედ 10 წლიანი ვადა ხვალ ეწურება, ამიტომ ახლა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, თუ ვინ იქნება მისი შემცვლელი. ამას დროში ემთხვევა ხვიჩა კიკილაშვილის გადაწყვეტილება, რომ დაეტოვებინა თანამდებობა, რომელიც ეხებოდა საკონსტიტუციო მოსამართლეს. მას კიდევ 5 წელი ჰქონდა იმისთვის, რომ ამ პოსტზე დარჩენილიყო, თუმცა ვადაზე ადრე მიიღო ეს გადაწყვეტილება. ეს ინფორმაცია თავად პირველი ჟურნალისტ დაუდასტურა მოსამართლემ გუშინ, თუმცა მიზეზებზე არ უსაუბრია. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიზეზი მარტივია, კლანს სურს, რომ კვლავ საკუთარი გავლენები გააძლიეროს საკონსტიტუციო სასამართლოში და გამომდინარე იქიდან, რომ ახლა პარლამენტს არ შეუძლია მერაბ ტურავას შემცვლელი წარადგინოს, რადგან ამისთვის საკმარისი ხმები არ ყოფნის, ახლა უზენაესმა სასამართლომ უნდა მიიღოს აღნიშნული გადაწყვეტილება, სწორედ უზენაესი სასამართლოს მიერ იყო წარდგენილი ხვიჩა კიკილაშვილიც, ამიტომ ეს ორი ფაქტი ერთმანეთს ემთხვევა და ბადებს ეჭვებს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ამ თანამდებობაზე ისევ კლანის ერთგული პირი წარადგინონ. ამ შემთხვევაში საუბარია მერაბ ტურავაზე, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ უფლებამოსილების ამ პოსტზე სხვა პირის წარადგინონ, რომელიც იქნება კლანის მორჩილი მოსამართლე. ყოველ შემთხვევაში მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოსამართლის არჩევის წესი არათუ გამჭირვალე და ღია, არამედ გადაწყვეტილებას ისევ იღებენ ის კლანის წევრები, რომლებიც პოლიტიკურ დავალებებს ასრულებენ. ქართული ოცნების ამოცანაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც იყოს დაკომპლექტებული ისეთი მოსამართლეებისგან, რომლებიც არ შეეწინააღმდეგებიან მმართველ ძალას. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საკმაოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იხილავს საკონსტიტუციო სასამართლო და მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც ამჟამად განიხილება, ეხება სწორედ რუსულ კანონს და მის კონსტიტუციურობის შეფასებას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ქართული ოცნება ცდილობს, რომ სასამართლოში იყვნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც იქნებიან ლოიალურად განწყობილები მმართველი ძალის ნებისმიერი გადაწყვეტილების მიმართ. საკონსტიტუციო სასამართლოში კლანმა მიავლინა თავისი ორი წარმომადგენელი, ეს არის კიკილაშვილი და როინიშვილი და ჩვენ ისიც ვიცით, რომ პერიოდულად კლანი ახდენს თავისი კადრების როტაციას. შესაბამისად მათ გადაწყვიტეს შემდგომი როტაცია განახორციელონ და შესაძლოა საქმე ეხებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს, რომ ახლებურად გააძლიერონ თავიანთი პოზიციები საკონსტიტუციო სასამართლოში. ფაქტია, რომ არის, რა თქმა უნდა, წინასწარ შეთანხმებული წასვლა თანამდებობიდან და ასევე იქნება შეთანხმებული ახალი ადამიანის დანიშვნა ამ თანამდებობაზე. ამიტომ ბუნებრივია, რომ კითხვები ჩდება 5 წლით ადრე, როდესაც ტოვებს მოსამართლე თანამდებობას. აბსოლუტურად ყველაფერი იქნება ისევ იმ ჯგუფების და იმ, ასე ვთქვათ, ადამიანების ინტერესის შესაბამისად, რომელსაც დღეს აქვთ ეს ძალაუფლება და რომლებსაც აქვთ, ასე ვთქვათ, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების საშუალება. ხვიჩა კიკილაშვილი არის ის მოსამართლე, რომელმაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის კონსტიტუციის დამრღვევად ცნობას დაუჭირა მხარი. ამ გადაწყვეტილებიდან კი მალევე მისი შვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად დაინიშნა. ეს გარემოებაც მესამე სექტორს აფიქრებინებთ, რომ ხვიჩა კიკილაშვილი იყო ის მოსამართლე, რომელიც კლანის დავალებებს იღებდა მორჩილად, ასრულებდა ამ დავალებებს და შესაბამისად ახლა მას თხოვეს, რომ დაეტოვებინა ეს თანამდებობა, რადგან ამ პოსტზე უნდა განამწესონ ისეთი მოსამართლე, რომელიც კლანის დავალებებს შეასრულებს ზედმიწევნით და უხელმძღვანელებს ამ პოსტზე, ამ თანამდებობას და შესაბამისად მიიღებს პოლიტიკურ დავალებებს და გადაწყვეტილებებსაც. მადლობა ნინო, ეს იყო ნინო ელიკაშვილი.